მოძრაობა რუსთაველის გამზირმა 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების დღეს 16 საათზე აქცია დაანონსა. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბურჭულაძემ განმარტა, 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ, რადგან ეს არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი. მისი თქმით, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ამ განცხადების ადრესატი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტია და არც ერთი პოლიტიკოსი. და ამიტომაც მივმართავ მის უდიდებულესობას ქართულ ხალხს. 4 ოქტომბერს დღის 4 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს განთავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დაუბრუნოთ ხალხს. 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასე რომ 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. ასეთი მდგომარეობა და შანსი საქართველოს ის ისტორიაში არასდროს არ ქონია. რეალურად გაიღო ყველა ჭიშკარი, სწორედ ის ჭიშკარი, რომელზეც ჩვენ მოცნებობდით, როცა ვფიქრობდით საქართველოს დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზე. და სწორედ დღეს, როდესაც ყველაფერი ღია და თითქოს გველოდებიან და ჩვენი ოცნებები, რეალური ოცნებები შეიძლება ასრულდეს, სწორედ დღეს გვყავს აბსოლუტურად უზურპატორი და ამანგრეველი ხელისუფლება და ყველაფერი მიდის ინვოლუციის მიმართულებით, ნგრევის მიმართულებით, დამცრობის მიმართულებით. ამიტომ აუცილებელია ქართველი ხალხი გამოფხიზნდეს 4-ში მართლაც 4 ოქტომბერს მართლაც გამოხატოს პროტესტი, ხაზგასმით შევიკრიბოთ მოედანზე და მართლაც ჩავატაროთ ჩვენი არჩევნები, იმიტომ რომ საქართველოს იმსახურებს იყოს ბედნიერი, საქართველოს იმსახურებს კონდეს ბედნიერი მომავალი და საქართველოს მომავალი ახალგაზრდები იმსახურებენ ცხოვრობდნენ დამოუკიდებელ დიდებულ საქართველოში. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ პროდასავლური პოლიტიკური პარტიების არასამთავრობო ორგანიზაციების და უბრალოდ გაბედული ხალხის ძლიერი კონსოლიდაციით რეჟიმი, რომელიც ირღვევა, ბოლომდე ჩამოიშლება. 13 წელი და 3 თვე მეურვეობდა ხელისუფლობდა ასლანაბაშიძე აჭარის რეგიონში. ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მივცეთ შანსი, რომ ეს რეკორდი მოხსნას. არადა ამ ზღვართან უკვე მისული ვართ. მე დარწმუნებული ვარ ძლიერი კონსოლიდაციით, რეალური კონსოლიდაციით ყველა პოლიტიკური პარტიის, დასავლური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, გაბედული ადამიანების კონსოლიდირებით, რეჟიმი, რომელიც ნელ-ნელა ირღვევა და ჩვენ ამას ვხედავთ, ბოლომდე ჩამოიშლება. მე მჯერავს, არაფერს არ გეგმავთ, მჯერავს, რომ უახლოეს ხანებში დიდი გამარჯვების დღე დაიბადება. 4 ოქტომბერი დიახ, ნამდვილად ის დღე არის, ბოლოს და ბოლოს უნდა გაერკვას. ეს ქვეყანა მარტო ქოცებისაა თუ ერთობლივად ქოცებისაცა და დანარჩენი ქართველებისაა. ამიტომ 4 ოქტომბერს ჩვენ მთელი ქვეყნის მოსახლეობა უნდა გამოვიდეთ და უნდა დაუდგათ და ხმა უნდა მიუცეთ საქართველოს ასე ვთქვათ გაბწყინებისთვის. ჩვენ დღეს რაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ქართველის მოპარული ფული თავის ოფშიაქში მიიტაინოს ყველა იმ ჩინოვნიკს, რომელიც დღემდე მის გარშემო იყვნენ. არა, ის ფული ბიძინა ივანიშვილთან არ უნდა წავიდეს, ის ფული უნდა წავიდეს ის მილიონები, რომელიც მან დაადო რაკეტების სახით თითოეულ ქართველ ოცნების მაღალთანამდებობის პირს. მათ ის ფული ქართველს უნდა დაუბრუნოს, ქართველ ხალხს უნდა დაუბრუნოს, არა ბიძინა ივანიშვილს. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. მას ამ ეტაპზე ბოიკოტს ოფიციალურად უცხადებს 10 ოპოზიციური პარტია. ესენია ნაციონალური მოძრაობა, ახალი გირჩი მეტი თავისუფლება, დროა თავისუფლების მოედანი, ევროპული საქართველოს სტრატეგია აღმაშენებელი, ფედერალისტები, ანადოლიძე ხალხისთვის და ლეიბორისტული პარტია. არჩევნებში მონაწილეობას აპირებს კოალიცია ლილო ძლიერი საქართველო, პარტიები გახარია საქართველოსთვის და გირჩი.